მგელი გარემოსთან კარგად შეგვიებული მტაცებელია, ცხოვრობს ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც, მთაში და ბარშიც, ტყესა და უდაბნოშიც, იტანს სიცივესა და სიცხესაც. გამოირჩევა საზრიანობით და ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტაცებელი. თავს ესხვის სხვადასხვა ცხოველს, ნებისმიერ რაც კი გზად გადაეყრება. არ იწუნებს თავს, მაღავს, ხვლიკს, ანადგურებს ფრინველ და ბუდეებს, ჭამს კვერცხებს, ბარტყებს. თავს ესხვის შინაურ ცხოველსაც. საფულში მგელი მაზღარეა, ზამთარში კი თითქმის ყოველთვის მშიერი. ძნელია ღრმათოლში სირბილი და ნადირობა. ზამთარში ეს მტაცებლები ხროვებად ერთიანდებიან. მგლის ხროვა დაძრწის ქსებსა თუ ბილიკებზე, ტყეში თუ ველად, თუ მინდვრად და საკვებს ეცებს. საკვების ძიებაში ხროვა დიდ მანძილს ფარავს. შიმშილისგან გაბოროტებული მხეცები ერთობ გაბედული ხდებიან. თავს ესხმიან სოფლებს, ზღვის ფარებს, საქონლის სადგომებს, უდავენ ეზოს ზაალ. გლებს ისეთი განსაცვიფრებელი სიფხიზლე, ეშმაკობა და მოხერხებულობა გამოუმუშავდეთ, რომ მონადირეთა შორის უნებლიე პატივისცემას ემსახურებენ. მტაცებელი ხშირად ახერხებს დაუძრეს შეიარაღებულ მდევარს. ორ კვირაზე მეტი იშიმშილებს, მაგრამ ახლოსაც არ ეკარება ხალხს და მოწამლულ სადგომებს. განსაცვიფრებელია მგლის ძალაც, მას შეუძლია ღრმათულშიც დიდ მანძილზე 10 კისერზე მოგდებული ღორით ზღვარი ან ტყა. გლების ხროვის შიგნით რთული და მრავალმხრივი ურთიერთობაა გაბატონებული. მშობლები შვილებს გადასცემენ თავიანთ მდიდარ გამოცდილებას. გლები არ უშვებენ თავიანთ კლანში სუსტების არსებობას. ბრმა ან ხეიბარი ზედმეტი ტვირთია. არსებობისთვის ბრძოლაში ყოველ წუთს ფრთხილად უნდა იყოს ნადირი. ზამთარში ყველაზე მოსახერხებელია კოლექტიური ნადირობა. ამ დროს მგლები დიდ საზრიანობას იჩენენ და უმთავრესად დევნით მსხვერპლის ჭიხში მიმწყდების ხერხს იღენებენ. სხვილ ცხოველებს, ირემს, კამეჩს, ბიზონს, რომელთაც თავის დაცვა შეუძლიათ, ავიწროებენ და ისეთ ადგილებში აქცევენ, სადაც მათ დამორჩილება ადვილია. მგლისთვის განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანია ტერიტორიის სუნით დანიშვნა. ნებისმიერი მგელი ხმოსვით გრძნობს ამა თუ იმ ხროვის მიერ დანიშნულ ტერიტორიას და თავს არიდებს მას შემდგომი საფრთხის თავიდან ასილების მიზნით.